გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ, დღეს არის 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც დაწესდა საქართველოში. ყველას გვახსოვს ეს დღესასწაული როგორ იქნა დაწესებული, გამომდინარე იქედან, რომ 17 მაისს მთელი ეს LGBT და მთელი ეს პროდასავლელი და უკნიდან განათლებული მედასავლეთეები აღნიშნავდნენ ეგრეთ წოდებულ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და მოკლედ ამის საპირწონედ უნივრულად იქნა გაკეთებული ეს ყველაფერი იქნა დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე. ეს ძალიან არა დიდი ხანი, ამას გააჩნია ძალიან მოკლე ტრადიცია, ასე რომ ვთქვათ, 2013 წლიდან დაწესდა ეს ყველაფერი და დაწესდა მას შემდეგ, როდესაც ქართული ოცნების დროს, ქოცების პერიოდში, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ერთსულოვნებად ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მიიღეს კანონი, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში ყველანაირი LGBT ფორმის ამ 65 გენდერის ხალხის მიერ აბსოლუტურად ყველაფერზე ჩვეულებრივ უპრობლემო ცდომას ეს იქნებოდა ეკლესიაში მსახურებასაც კი რო ეთქვა რომ LGBT ხარო სასულიერო პირს და გამოეშვა ამის გამო რომ არა შენი ადგილი ეკლესიაშიო ამის გამოც კი სასულიერო პირი ჩადიოდა დანაშაულს და სხვათა შორის ამ კანონის მიხედვითაც სასულიერო პირები რომლებიც ქადაგებენ მომაკვდინებელ ცოდვას LGBT ცოდვის თამადობით, სოდომური ცოდვის თამადობით, ისინი დღესაც ამ კანონის მიხედვით ჩადიან დანაშაულს. იმიტომ ეს კანონი არავის გაუქმებია, მოქმედებს და მოქმედებს ძალიან წარმატებულად. ამიტომ ეს ყველაფერი, ეს სიდამპლე, ეს ყველაფერს აქვს თავისი სახელი. ნაციონალური მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ 2013 წელს დააწესეს ერთობლივად. რამაც გამოიწვია გაღიზიანება მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში და ქუჩაში გამოვიდა 100,000-მდე ადამიანი, რომელმაც თავზე გადაამხეს ყველაფერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თელს მედასავლეთებს, იქ ამერიკის ელჩის მოადგილე იყო, ისიც კი ნაღამ მიაყოლეს და ხო გვახსოვს ყველას თუ არა, ინტერნეტს ახსოვს ეს ყველაფერი, შეუძლია ყველას შებრძანდეს და ნახოს ეს ყველაფერი მოხდა სპონტანურად, მოულოდნელად, ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე და ამაში ქოცებმა და მედასავლეთეებმა პირველ რიგში ის თქვეს, რომ ამდენი ხანი ტყილა ვიწვალეთო, ვერ გავანათლეთ ქართველი ერიო უკნიდან განათლებული საზოგადოების წყალობითო, მთელ მსოფლიოში თავი მოეჭრათ, რომ ქართველები თურმე ჰომოფობები ყოფილვართ და ევროპისკენ მიმავალი ჩვენი გზა არ ყოფილა და რაც თავარია, ქოცებმა დაინახეს ამ ყველაფერში მთავარი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება იყო ტრადიციული ღირებულებების მიმართ ერთგული და ამ ერთგულებას ისინი არ გაცვლიდნენ არაფერზე, ამიტომ ასეთ აფეთქებას, როგორი აფეთქებებით ჩვევია საერთოდ ქართველ ერთს შეეძლო თავიდან ბოლომდე წაელეკა ქართული ოცნებას. აი ამ 2013 წლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილმა და მათმა დამქაშებმა ეტაპობრივად ნაბიჯ მიზანმიმართულად იმუშავეს, რა თქმა უნდა, შიგ უკნიდან განათლებულ მედასავლეთეებთან ერთად, რომ საქართველოში ეს პროტესტები ნელ-ნელა გამქრალიყო და განათლებული იყო ქართული საზოგადოება მაღალ დონეზე, ესე იგი აზროვნება და ცხოვრება შეძლებოდა. მე გაგახსენებთ იმ პერიოდს ეს ძალიან დიდი მორწმუნე ქოცები დღეს რო დაკავებული აქვთ კელაპტრები და წინ რომ მიუძღვიან ოჯახის მსვლელობას, პირველი პიონერები ეს არ გაუკეთებია მაშინ ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილის დროსაც. ეს ძაღლიშვილები ნამდვილად არ ვიცი რა სიტყვა უნდა ვიხმარო ქოცის მიმართ, ქოცის სიტყვა არის ნუ ნახმარი. ყველა მხრიდან ნახმარი ადამიანი. ამათმა იმუშავეს წარმატებით. არ გახსოვთ რამდენ სასულიერო პირებზე და რამდენ ადამიანებზე ჰქონდათ 2013 წელს აღძრული საქმეები, რომ თურმე არ მიცეს ხალხს საშუალება, რომ გამოხატვის თავისუფლება ყოფილიყო და მთელი ამ წლების მანძილზე 2013 წლიდან მოყოლებული მიდიოდა ბრძოლა, გახლეჩილობა ქართულ საზოგადოებაში, ხოძვაჟლეტვა, აბა ამას გამოხატვის თავისუფლება, აბა აქეთ ამ მხრიდან რომ ჩვენ ქართველები ვართ და არ შეიძლება ესეთი გადაგვარების მიღება და მთელი ამბები, ხო? მე თვითონაც ამის აქტიური მონაწილე ვიყავი. უამრავი ჩვენი თანამებრძოლი იქნა ამ სიბინძურესთან და ამ სიბილწესთან ბრძოლაში დაკავებული, უამრავი ოჯახი იქნა გამწარებული, უამრავი უბედურება მოხდა, მათ შორის აი თუნდაც ერთ-ერთი ესეთი ადამიანური ტრაგედია მოხდა, როდესაც ჩემი მეგობარი დაიჭირეს
ამ დროს მას ფეხმძიმე ცოლი ელოდებოდა ამ LGBT-ების და უბედურების აქციაზე ყოფნის დროს, მაშინ ჩოხაში გამოწყობილი პედერასტების ის რო იყო, რა ქვია, ზეიმი რო უნდა ყო შემდგარ იყო და ვერ შედგა იმაში კინოთეატრ ამირანში, მთელი საქოცეთი გაალმასებული რო იცავდა. მეუღლე ფეხმძიმედ ყავდა, მეუღლე მინერვიულა და უკვე 6 თვეში მყოფი ნაყოფი ბავშვს გარდაეცვალა. ესეთი უბედურებები მოყვა ამ ყველაფერს. და ამ ყველაფერს შემოქმედი იყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. კი ბატონო, ამას აქვს თავისი სახელი. და რაც შეეხება საპატრიარქოს, ხო? საპატრიარქო უარესი გაბილწებული და უარესი გაჩათალახებული იყო ამ ყველაფერში ჩართული. არასდროს არ აკეთებდა შესაბამის განცხადებას, რომელიც განცხადებას უზრუნველყოფდა ხალხის გამოსვლას და ხალხის დაპირისპირებას ამ დამპალ სისტემასთან. ეს იყო ჯაღმაიძის თამადობით, ეს იყო უჯირის თამადობით, დღეს რო უკავიათ დიდი კელაპტრები და რაღაცებს რო ქადაგებენ, არ ვიცი რას ქადაგებთ, როგორ ქადაგებთ. მაშინ დაჭერილ ბიჭებთან დაკავშირებით რომ მოვედით და უბრალოდ დახმარება რო ვითხოვეთ, იმიტომ რომ კაცო ხალხის ზნეობისთვის, მორალისთვის, სარწმუნოებისთვის დაჭერილი არიან და ამოიღეთ ხმა და ქრისტესთვისო ტანჯვაწამებასო ეძებდეთო და ნახეთო, ასე განაცხადა შიო მუჯირმა. წადი ახლა შენ. წაათხრიე შენი ისა, რა ქვია, ნაძირალა ვირთხა ჯაღმაიძე და წადით ახლა და ეძიეთ წამება და წვალება ქრისტეს გულის. რატო არ გინდა წამება და წვალება ქრისტეს გულისთვის? ბიჭო, ეს დაზომბირებული ხალხი, არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი. მართლა არ ეშველება, იმიტომ რომ ზომბირებულია საზოგადოება. ეს დაზომბირებული ხალხი, რომ გამოდიხართ და იძახით და ოჯახის სიწმინდე და ჩაიცვამთ იმას, რა ქვია, ჩოხა ახალუხებს და ამ დროშებს რო აფრიალებთ და იმაში. მოდით ბიძია პატარა აზრზე. ქართული ოჯახის დაუძინებელი მტრები. ქართული ოჯახის დაუძინებელი მტრები, რეჟიმი, რომელიც წინ გიდგათ და ის საპატრიარქო, რომელიც წინ გიდგათ. მათ დაკრულზე რო დადიხართ და როგორც ყველაფერი სამებაში დასრულდა, ტრადიციულად ყველაფერი იქ სრულდება, საერთოდ იქ მიდიან სალოცავად, პროტესტები როდესაც არის, იქ მიდიან როდესაც ზეიმი არის, იქ მიდიან როდესაც შევარდნაძე სულ აძაღლებული მოკვდება თუ სხვა მისი ნაძირლები და ეს საკრალური ადგილია სამება გამხდარი. ბიჭო, რომელი ოჯახის დღეზე ვის აქვს ეხლა ერთი ოჯახის დღეზე ლაპარაკის უფლება? ქოცებს, ხელისუფლებას? ისი ამა დედა შევეცი მე. ქართული ოჯახის დაუძინებელი მტრები, ქართული ოცნება და დღევანდელი რეჟიმი როა ისეუდა. რატო? აი ელემენტარულს გეტყვით. აიღეთ ნებისმიერი ქართული ოჯახი, სულ 900,000 ქართული ოჯახი იყო. საქართველოს შვილები. ქართულს ვამბობ, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები. სულ ეხლა დაადევით თითოეული ქართული ოჯახიდან. რამდენი ერთი ორი თუ არა ერთი ემიგრანტი აბსოლუტურად ყველადანა. ზოგიდან შეიძლება 3-4 ადამიანი იყოს გასული, რომელსაც ოჯახის წევრები ვერ უნახიათ წლებია. წვალობენ, შრომობენ, სულიძვრებად იმისთვის რომ შვილები და შვილიშვილები გაზარდონ და არ ეღირსათ ამ ხალხს რომ უბრალოდ დაბრუნებული იყვნენ და საკუთარ შვილებს და საკუთარ ოჯახს ჩახუტებოდნენ. ხალხო, ეს არ არის ქართული ოჯახის მტრობა? ეს არ არის ქართული ოჯახის მტრობა, რომ დააშორო ოჯახის წევრები ერთმანეთს იმის გამო, რომ სახელმწიფო არ აძლევს არსებობის საშუალებას. რამდენი ოჯახი არის იმის გამო, რომ ავადმყოფი ყავს სამადლოდ გადახვეწილი და რამდენი გარდაცვლილა უცხოეთში ოჯახზე, ფიქში, ოჯახზე შრომაზე და მერე ჩამოუსვენებიათ და ზოგიერთი ვერ ჩამოუსვენებიათ, დაუწვიათ და ფერფლი ჩამოუტანიათ. ეს ერთი და ორი შემთხვევა ხო არა? ეს ხო 10,000-ობით შემთხვევა არის. როდის ამოიღო ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმა ამ საპატრიარქომ? როდის რამდენი უბედურება ხდება? როდის ამოიღო ხმა? იმ 2013 წლიდან მოყოლებული რომ ეს დაზომბირებულად რო აკეთებდნენ განცხადებას და ჩვენ ადამიანებს აქვთ გამოხატვის უფლება. ის კი არა რომ სოდომია საქართველოში ვერასდროს ვერ გაიხარებს და არ შეიძლება ეს ასე იყოს. სად იყავით? რომელსაგან ქართულ ოჯახთან ხმა ამოსაღები? გინდა ნაც, გინდა ქოც, გინდა საპატრიარქოს ყანდურებს, რომელსაგან ამოსაღები ხმა? ნუ თუ არ გწვენიათ ბიჭო. ქართული ოჯახზე საერთოდ ქოცი როგორ უნდა იღებდეს, ხმას თქვენ როგორ უნდა იღებდეთ, თქვენი დედას შევეცი მე ხმას, ქართული ოჯახი კი არა, აი გათხოვილი კაცი რო დაგიჯილდოვათ, თქვენმა ძვირფასმა კალამ.
გათხოვილი კაცი რო გაგიხართ და აპატიო თბილისელი. რომელი ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობთ ბიჭო თქვენ? რომელი ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობთ ხალხი რომლებმაც პიდარასტია კანონით და რა ვიცი კბილებით დაიცავით და რა ვიცი მთელი საპიდარასტეთი როგორ ყავდათ დაცული მთელი ამ ხნის მანძილზე პირდაპირ დაუძინებელი ოჯახის მტრობა მთელი ამ წლების მანძილზე მადლობა ღმერთს როგორც იქნა გაუძლო ქართველმა ერმა ამ უბედურებას და ახლა რა თქმა უნდა გადატეხილი არის ეს ყველაფერი და ახლა ეროვნული ცნობიერების არ მცოდნე და ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ორივე ხელით მომწერი ეს პედერასტები ეს ქოცები ახლა წინ უდგანან სათავეში და რა გააკეთეთ ბიჭო რა გააკეთეთ თქვენი დედაშევიც ვინმე რო რამეს გაბრალებდეთ ვინმე რო რამეს ცილს გწამებდეთ რამე ხო თქვენ მიღებული არა ეს კანონები რამდენი ადამიანი გაუბედურდა მაგ კანონებით რამდენ აღვირახსნილობას რამდენ გარყვნილებას რამდენ უბედურებას შეეწყო ხელი და სად იყავით ამ დროს საპატრიარქო სად იყავით სად მაინტერესებს იმით რომ ბლატაობდით რომ თურმე 100,000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ეს არ დაჭირვებია თურმე დაძახება ამით ხო ბლატაობდით და ის თქვენ დაძახებულზე არ გამოსულა ხალხში იყო დარჩენილი ზნეობა მორალი და 12 წლის უკან კიდე სხვა საქართველო იყო რათაც წლები გადის მით უფრო უარესი ხდება იმიტომ რომ თქვენ სისტემურად მუშაობთ იმაზე რომ საქართველო გადაშენდეს და ქართული სული გადაშენდეს ამაზე მუშაობთ სისტემურად ესაა თქვენი დღედაღამი ამოსავალი წერტილი და ევროკავშირის ასოცირებულ ხელშეკრულებაში ქონდა აღებული ვალდებულება ეს კანონი მივიღეთ ბავშვთა დაცვის კანონი სამების ცენტრში რომელსაც ჯაღმაიძე სოფო იაკილაძე და სხვა ნაბოზრები რო ატარებდით ბავშვობიდან ბავშვების გარყნა მაშინ ჰაჯი რამიდი იჯიდოვმა და შალვა მაღრაძემ და ამათმა მუსულმანმა კაცმა დაიცვა მართლმადიდებლობა სამებაში თქვენი რწმენა არაფრად მიგაჩნიათ და თქვენ ისლამი გადარდებთო და თავისთავად შალვა მაღრაძემ და მე ქალი არ ვიყო სოფო იაკილაძე რო იძახო და თუ ეს ასე არ მოხდეს და თუ ის არ მოხდეს როდესაც ამ კანონის წინააღმდეგ ცვლილებები ჰქონდა შეტანილი მოთხოვნილი როგორ ყველა ჩვენ წინააღმდეგ მოდიოდა მათ შორის დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი მიდით ერთი საკანონმდებლო ცვლილებაზე თუ არ დევს რა ქვია უარის თქმა ბატონი ამ თქვენი საყვარელი იმის რა ქვია ყაველაშვილის მე არაფერს არ ვაბრალებ ასე იყო და სიმართლე ვისაც არ უყარს სულ ფეხებზე მკიდია რა არ მაინტერესებს სხვანაირად ვისაც სიმართლე არ უყარს ყველას დედა შევეცი მე არ მაინტერესებს ხო ასე იყო და თქვენ გამოდიხართ ბიჭო ახლა და თქვენ ლაპარაკობთ იმაზე ოჯახის სიწმინდეზე და ოჯახურ სიწმინდეზე და ეს ხალხი აკიდებული გყავთ ეს რა ქვია ეს ცხრების ფარა და მე და ტვინი არა გაქვს თავში იქ როდ გახარდა რომ იმას აფრიალებ და დამლოცე მამაოს რო იძახი შეგაიდეთ მამიშვილო რატოა ქართული ოჯახები ამ დღეში ვინმე დასვა ვინმე მკითხვა აგერ ახლა ამ ქართველთა დიდი გაერთიანების გამო ლიცენზიაც იყო აღებული და მოთხოვნაც იყო რომ იქ ჩატარებული იყო მოთხოვნა ამ მიგრაციის წინააღმდეგ ამ ბევრი რაღაცის წინააღმდეგ იმიტომ რომ სამშობლოს სიყვარული იწყება ოჯახიდან შეუძლებელია შენი ოჯახი გეზიზღებოდეს და სამშობლო გიყვარდეს არ ხდება ეს ასე რაც არ უნდა ცუდი ოჯახი ქონდეს ადამიანს ის მაინც მისია და მაინც უყვარს შენი ეზოდან იწყება შენი სამშობლოს სიყვარული ამის წინააღმდეგ ქონდათ ლიცენზია აღებული ბატონ დავით ჭაბუკაშვილის ბატონ დემურ გიორხელიძეს და სხვებს ვინც არიან გაერთიანების წევრები მივიდნენ იქ და პოლიცია შემოკრებილი ყავს ის იციან ახლა ეს იციან რომ ესეთი რაღაცა არ უნდა მოხდეს მთლიანად კონტროლირებადი არის სუსის მიერ ეს ყველაფერი იქ უკვე დაუყენებიათ ნაციონალები დაუყენებიათ რომ იქ არ მივიდნენ ახლა ქართველები ვისაც რამის თქმა უნდა რომ ხალხო გვეღუპება სამშობლო და ოჯახი თუ გადარდებდეს სამშობლოც რომ გაივსო ქვეყანა პაკისტანელებით, ინდუსებით, 1000 სხვა უბედურებით და ელემენტარულად გამოფხიზდი რა დადექი აქ. გამოხდნენ ეს ერთი წაკლა ესაა რა ქვია, ქალია ეს კონსერვი. მაია დვალიძე, ყველა იმას ვითომ ეროვნულ შეტენილი და ვითომ ქრისტიანი. იქ ლოცვა მიდის. სად მიდის ლოცვა თუ მინდა შედი ეკლესიაში ვინ გიძახის შენ? ვინ გეკითხება თქვენ ბიძი? ვინ გეკითხება თქვენ ვინ სად დადგება ლოცვა მიდის ეს პირდაპირ ჯაღმაიძის და ამათი აგენტურა ყანდურების აგენტურა როგორ შეიძლება დღევანდელ დღესასწაულზე რამის თქმა აბა რა გინდათ
იჯექით ეგერ და ჯაღმაიძის ლოცვაში გაგიბრწყინდებათ და პატრიარქის ლოცვაში და იმის რა გვია მუჯირის ლოცვაში გაგიბრწყინდებათ იბერია რომ დარჩა 1,300,000 ქართველი ადამიანი. მიამატეს ეს დაცები და შემოღობეს ის ძაღლობიდან, მამა ძაღლობიდან, ამიდან, იმიდან და მივიდა პოლიციამ უთხრა რომ აქო ეს ხალხიაო, ახლაო აქცია აქვთო და აქ შარი და უბედურება მოხდებაო და ვერ ჩაატარებთ ამ ყველაფერს. ყველაფერზე ნაფიქრი, ყველაფერზე ფიქრობს. სუსი, მუსი, პუსი. ხო. ამიტომ რწმენა რომელიც დასული არის რიტუალების დონეზე ის ამ ქვეყანას ვერასდროს ვერ მიიყვარს ტაძრამდე და ვინც შეგნებულად ახლა ძალიან კარგად გესმით, რასაც ვლაპარაკობ და ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასია. თუ თქვენ გინდათ ოჯახის სიწმინდიდან, პატიოსნებიდან, ქრისტიანობიდან, მართლმადიდებლობიდან ისაუბროთ და სამშობლოს სიყვარულის მხრიდან ისაუბროთ, ეს ასია. დღეს კი არა. წლებია. აი ეს 34 წელიწადია ყველაფერი მიმდინარეობს ქართული ოჯახის განადგურებაზე. ქართული ოჯახის ჯერ ეკონომიური სიდუხჭირით განადგურებაზე, მერე მენტალური რღვევა, თავიდან ბოლომდე მორღვევა ყველაფრის. გადაგვარება, აღვირახსნილობა, გარყვნილების, ბავშვების გარყნა, ეს რა ქვია, თანაცხოვრების შემოღება, ტრადიციული ოჯახის ნაცვლა და ამისი პოპულარიზაცია და ეს 1000 გაბოზებული ქალების აღმერთება და ოჯახური ძალადობის კანონი და ოჯახის ნგრევაზე მიმართული ციხეები ავსებული 60% ადამიანი ციხეში ოჯახური ძალადობის გამო რო ზის და პრიორიტეტული დანაშაულია. ჩემს მაგას ხონდა უშუალოდ ისეთი ცოლი არ აყავს კაცო ვიღაცას ტელეფონზე იჩხუბებოდა და მეზობელმა ვინც ხარ დარეკა იჩივლა ჩხუბობსო და მიადგა პოლიცია და ცოლი არ მყავს რაზე მიჭერთო და წამოდი მაინც უნდა დაგიჭიროთ. დაიჭირეს და მე გაასამართლეს და რაზე გაასამართლეს კაც ცოლი არ ყავდა და ცოლზე ძალადობის გამო არც ხალი ყავდა, არც აყვარელი, არც ის ყავდა, არავინ არ ყავდა სახლში. აუქნათ ახლა კვოტაა ასეო. და 6 თვიანი პირობითი მიცეს და მადლობელი იყავი კიდევ ეს პრიორიტეტული დანაშაულია საჩივარი შემოვიდა და რეაგირება უნდა გავაკეთო. ქოცებმა ბიჭო, ქართული ოჯახის გასანადგურებლად რა კანონები მიიღეთ? როგორ გადააგვართ? მეკითხებით ერთი ქართული ოჯახის ხელშეწყობის კანონი რა მიიღეთ? ან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, ან ოჯახის შექმნის შემთხვევაში დახმარება, ვინ? ან საპატრიარქომ რა გააკეთეთ? ქართული ოჯახი რო შეიქმნეს, რომ მივიდეს ადამიანი იმაში, რა ქვია, ეკლესიაში იმ თქვენ სამებაში დიდი ლოცვა რო დამთავრდა, ძალიან რო ლოცულობ, ტურმე და უნდოდეს ვინმეს დღევანდელ დროში ოჯახის შექმნა. ერთი მაინტერესებს სტავკა 500 ლარი კმარა იმას ჯვრის წერას თუ არ კმარა? მაინტერესებს ერთ გამეცით პასუხი. 500 ლარა დაწერთ ჯვარს თუ არ დაწერთ? ამ ძიმე დროში თუ ეწია სტავკებმა ახლა ინფლაცია არ. და ბიჭო თქვენ ლაპარაკობთ ეს ყანდურები ლაპარაკობთ ბიჭო ოჯახის სიწმინდეზე და ეს გაქსვებული ნაბოზვარი პოლიტიკოსები ლაპარაკობთ იმაზე, რა ქვია? ოჯახის სიწმინდეზე და ეს ცხვარივით მიდენილი ხალხი და ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი ეკლესია ტრადიციული კობახიძე, კაცი რომელიც ამბობს რომ მე არ ვიცი ოჯახის ცნობიერება, ეროვნული ცნობიერება რა არის, თურმე ტრადიციული გამხდარა ახლა. დიდი ხანია გამხდარია. და ისა ივანიშვილი, რომელიც შინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ არანაირი პრობლემა არ უნდა გქონდეს ამ პიდარასტებს და ამ ჩათლახებს. დაგავიწყდათ. მაგრამ ამათმა რა გააკეთეს, იცით? ამათმა გააკეთეს ერთი მარტივი რაღაც. ახლა სააკაშვილისაც რა თქმა უნდა მიქონდა ეროვნული ცნობიერებაზე შეტანა იერიში და ყველაფერი გადაგვარება აგრესიული ფორმით მაგის მხრიდან იყო დაწყებული, მაგრამ ბიჭო, ამათი გველური დამოკიდებულება, აი ამათი გველური დამოკიდებულება როგორი იყო? ამათი გველური დამოკიდებულება იყო ესეთი მარტივი რაღაც. სააკაშვილის დროს ჩამოყალიბდა ფორმირება, რომ სააკაშვილი იყო მტერი. მტერი იყო ქართველობის, ეკლესიის, სარწმუნოების, ყველაფრის და ხალხი ერთიანდებოდა ამ დემონის წინააღმდეგ. და ამათმა რა გააკეთეს? ესენი მოვიდნენ ღმერთის სახელით, ესენი მოვიდნენ ეკლესიის სახელით, ესენი მოვიდნენ ტრადიციების სახელით. და ამათმა როგორც კი დაინახეს წყალგამყოფი გახდა 17 მაისი. მართლა 17 მაისი 2017 წლის 2013 წლის 17 მაისი. როდესაც იმდენი ადამიანი გამოვიდა. ანუ ჯერ არ იყო ქართველი ერი ისე გარყვნილი, გათახსირებული და გადაგვარებული, რომ ესეთი რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე. და დაიწყეს ამ ყველაფერზე მუშაობა. დაიწყეს გარყვნა, გადაგვარება, გათახსირება ქართული საზოგადოების, რომ მერე ხო ასე იყო, კაცო, აუ ახლა ამ პიდარასტი გამოვა ქუჩაში, მაგენის ტრაკს სადვსდიო, უშიშროება მთლიან თავიდან ბოლომდე ამაზე იმუშავა.
და ნელ-ნელა რომ ეს პროცესები ნელ-ნელა გადაგვარებული იყო. ან შექმნილი იყო მართული ძალები, მე ახლა ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. მონაწილე ვიყავი ამ პროცესების და ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი. უშიშროებამ გააკეთა ეს ფსევდო ეროვნული ძალები, რომელიც ძალებიც იყო მართული. აი მაგალითად, გაგახსენებთ ერთ არც ისე დიდი ხნის წინანდელ ამბავს, როდესაც აი ამ გეი პარადის ტაშფანდურობა 17 მაისის დროს თაწმინდაზე მიმდინარეობდა. ამ დროს მორგოშიას და კონსერვების სარდლობით შეკრებილი მთელი ეს ხალხი ახლაო ჩვენო იმის მაგივრად რომ თაწმინდაზე წასულიყო ხალხი სადაც გეი პარადი იტარდებოდა და იტაშფანდურეს იქ ტკელი დეგნანის თამადობით ეს ყველაფერი წავიდეთო და ატარეს ეს ხალხი ხან ქოცების ოფისთან ატარეს ხან პარლამენტთან ატარეს ხან ასე დაღალეს აქეთ-იქეთ და გაფანტეს მუხტი. აი ეს არის მაგათი ფსევდო ეროვნული, ფსევდო ქრისტიანული, ფსევდო მართლმადიდებლური და ფსევდო ეს რომ ვინ უნდა ელაპარაკოს ოჯახის სიწმინდეზე და იმაზე გინდა არ მინდა სათითაულოდ გადავყვეთ თქვენც კარგად იცით როგორი მეოჯახე ვაჟკაცები ვყავით ახლა ჩვენ მაგენი ზოგი მირონს როგორ ყიდის და ზოგი იმას რა ქვია ცოლის დაქალს როგორ ღალატობს და ზოგი ვისთან ხდება და ზოგი რასთან ხდება ეს კიდე ცალკე საქმეა და არ მინდა მე მაგაზე ლაპარაკი. არ მინდა მე მაგაზე ლაპარაკი ვიტყვი რომ ესენიც არიან ჩვეულებრივი ბინძური ხალხი რომლებიც მუშაობენ ჩვეულებრივად დაკვეთით უშიშროების დაკვეთით რომელსაც აქ ასევე გადაფარებული საპატრიარქოს ესა რა ქვია კალთა ჯაღმაიძის და ამ გადაგვარებული ადამიანების სახით და იქმნიან ესეთ მულიანს რომ ეს სხვარი ატარონ ზოგი იქეთ მიაბან ზოგი აქეთ მოაბან საერთო ჯამში ეს ყველაფერი არის ქართველი ერის დაშლის გახლეჩვის და იმ 2013 წლის 17 მაისის არ განმეორების მიზანი. აი, ესაა ყველაფერი ამის. და თუ ვინმე გამოვა ახლა და იმას მეტყვის, რომ ეს ასე არა, მაშინ დამიმტკიცოს როგორაა და რანაირად. არავის არ მოგიღიათ ხმა, როდესაც ქართული ოჯახები ინგრეოდა, როდესაც ქართული ოჯახები შიმშილდებოდა, როდესაც ქართველი ოჯახები ირყვნებოდა და ახლაც, როდესაც 3500 ქართული ოჯახი ულუკმაპურად რჩება ეგერ ჭიათურაში. აი ჭიათურაში რაც ხდება. ულუკმაპურად ვიღაცა გადამთიელი 3500 ქართული ოჯახი. სადა ერთი თქვენი ან ოპოზიციის ან კონსერვების ამოღებული შესაბამისი ხმა ან ეგერო დადეკით ახლა და სხვარივით მიადეკით 3500 ქართული ოჯახია გადასარჩენი. თქვენი მამაო რო ყავდათ იქ მიგზავნილი ვიღაცა დანიელა რომელიც ზვიად გამსახურდიას დამხობას რო თამადობდა 92 წლის 7 ნოემბერს იმაში საპატრიარქოში და 200 კაციო დაასაქმეთო და მე ნელ-ნელა დანარჩენებიო მოგვარდება. ამ ყანდურებით გინდათ უჯო თქვენ იბერიის გაფწყინება და ამით გინდათ საქართველოს გადარჩენა? მოღალატე მეგობარზე ცრუ თავისუფლებაზე, ყველაფერი ცრუ რწმენაზე, ამაზე მეტი ყალბსევდო ამ ყველაფერზე, ფარისევლობაზე მეტი საშინელი არაფერი არაა საერთოდ რა. ყალბზე, რომელიც არის შეფუთული ამ ნიღბით, ვითომ რომ კარგია ეს ყველაფერი. და ისეთი ხალხი ხართ თქვენ. ეს ეგრეთ წოდებული ლიდერები, პოლიტიკური ოპოზიცია, ხელისუფლება იქნება თუ ეს იქნება თუ ის იქნება, ისევე ფარისეველი ეს ჯაღმაიძე, მუჯირის და ამათი კლანი, პატრიარქი საერთოდ რაღაც გებულობს აცი. რას გებულობს? მე შემჭამეს ამ სიტყვის გამო რაც ხვიაო, ეგ ითქვიო, რომ იმას თუ არ ხდებაო, ვერ გებულებსო პატრიარქიო, რა ხდებაო მის იმასთანო, საპატრიარქოსთან მისასვლელ კარიბჭეშიო, რას გაიგებს ისო 200 კილომეტრის იქეთ რა ხდება გარიჩიო და ეს როგორ თქვიო, კაცო წმინდანიაო, კაციო და მაგასო ყველაფერიო ესმისო და ხედავსო. დამახჩვე, შემჭამეს ამის გამო. ამ ფსევდო იმათმა და ეს უზნეო პოზიციას აფიქსირებს პატრიარქზე და საპატრიარქო. აი ეს არის რეალობა. და თქვენ ხალხო, ვინც იქ დღეს იყავით და დარწმუნებული ვარ, ბევრი იყო მისული რწმენით, ფიქრით და სიხარულით და იმით, რომ ბოლო რაღაც ერთი დღე მაინცაა, სადაც შეიძლება ტრადიციული ქართველობა დაინახო და შეიკრიბოს. ხო? ვინც იქ მიხვედით? მე მჯერა რომ არიან ესეთი იაზროვნეთ, რა შეღებულობთ მონაწილეობას და რა არის ეს ყველაფერი. ქართული ოჯახის, მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის, ქართველი ერის, ზნეობის, მორალის და ქართული სულის მტერი ქართული ოცნება რო არის, ეს მთელი საქოცეთი და ეს
ყანდურები რო არიან საპატრიარქოში ჩაბუდებული, ასეთი მტერი არ ყოლია საქართველოს დაარსებიდან დღევანდელ დღემდე. მე მეტნაკლებად ვიცი საქართველოს ისტორია და კარგად ვიცი როგორ ხდებოდა მტრობა. ჩემი ნება რო იყოს, მე რო შემეძლოს, მე რო ძალა მქონდეს, თუ ვინმეს გაინტერესებთ ეგ ყველაფერი, ძალიან მარტივად სალაპარაკო არის ამ ფანატიკოსთა ბრბოსთან. რწმენაზე თუ ლაპარაკობთ, ქრისტიანობაზე თუ ლაპარაკობთ, გადმოიღეთ საეკლესიო სამართალი, რომელსაც ქვია დიდის ჯულის კანონი, რომლითაც მოხდა რუის ურბნისის კრება, ამით თქვენი აზრით კი არ ელაპარაკოთ. აი ამ სამართლით ელაპარაკეთ, აი ამ მღვდლებს, აი ამ ყანდურებს. აი ამ სამართლით, ჩემი სიტყვებით კი არა და ვიღაცის სიტყვებით კი არა. დიდის ჯულის კანონით, ღმერთის სიტყვებით ელაპარაკეთ. აი ამ სამღვდელოებას და აი ამ ნაზირლებს, აი ამ ქვეწარმავლებს, კიდე როგორც უნდა ელაპარაკოს ქართველი ადამიანი, ამას სწავლება არ უნდა, ამას უნდა ელაპარაკო როგორც მოღალატეებს, ტყვია შურქში და გადააგდე. მორჩა და დამთავრდა. ამ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანას ეშველოს. აი როდესაც ლეგენდებს ქმნიან, ხელოვნურ ლეგენდებს რო ქმნიან და ხან ბერი ნიკოლოზის სიტყვებს რო იხსენებენ და ხან ბერი გაბრიელის და ხან იმას და ესე რო აქვთ ეს ყველაფერი რა და განსაკუთრებით მამა გაბრიელთან დაკავშირებით რო აქვთ ენები გადმოგდებული. მამა გაბრიელი, რომელიც ასკეტად იყო ქცეული და სალოსი იყო გაგდებული ყავდათ ეკლესიიდან. გაგდებული ყავდათ ჭტერს და დებილს უძახოდნენ, მათ შორის ეს ყანდურები, ვინც დღეს არიან იქ. დიდი ხნის გარდაცვლილი არა, აი 90-იანებში გარდაიცვალა. და ახლა რო ციტირებენ სიტყვებს, რომ თურმე ბერმა გაბრიელმა თქვა, რომ ჩვენ წმინდანი პატრიარქი ხართ. საიდან მოგაქვს ბოდუები? საიდან მოგაქვს ბოდუები ეს ბოდუები? ან მამა გიორგი ბასილაძე ფეხით მოსიარულე პირადად ვიცნობდი და ოჯახშიც სახშიც ვიყავი არაერთხელ ნამყოფი ვარ, ნასაუბრები მაქვს, იქაც მოწამეთაზე სადაც იყო. რა აქ ბერ გაბრიელს ნათქვა მიცი? ქართველებო, თუ თქვენ გინდათ ქვეყანას გადარჩენაო, ჩამოაგდეთ ილია მეორე იქედან სადაც არისო და შევარდნაძე მოკალით, რომ გაათავისუფლოთ მოღალატედან საქართველოს. აი ეს აქ ბერ გაბრიელს ნათქვამი. და რა ის ბოდუები რა ბოდუებსაც თქვენ იძახით. მათ შორის იგივეს ახლა ზუსტად სიტყვით თუ არა ის იგივე დამოკიდებულება ქონდა ეს რა ქვია მამა გიორგი ბასილაძეს. აუ გამომიხდა ვიღაცა მე ვინ გამიხსენებ შეუხსენებ რა დაგიშავე მე შენ ალიკა ბერძენი ხო ბერძენი ყოფილიყარ არ ვიცი რა დაგიშავე მე შენ და რა დაუშავე მე ჩემ ქვეყანას არ მოგწონს სიმართლე აი ამ ჩემს ფეხებს თუ არ მოგწონს არ მაინტერესებს იმიტომ რომ სიმართლეს გეუბნები შენ ხარ ფარისეველი აფირისტი შენ არც ღმერთი გიყვარს შენ არც სამშობლო გიყვარს არც ის შენი პატრიარქი არ გიყვარს ეგ შენი პატრიარქი შენ რო ეგ შენი პატრიარქი გიყვარდეს მაშინ აი იმ პატრიარქის მაგინებლები ვინც არიან უშუალოდ ვინც მართლმადიდებლად ელაპარაკებიან ისეთების რა ვიცი სადღაა დარჩენილი მაგრამ აი ის დომენიკო მანგოები იქნებიან თუ ნატაია ფერაძეები და იმათ მაინც მოულიდით ბიჭო აფირისტები ხართ ყალბები ხართ ბიჭო არავინ თქვენ არ გიყვართ აფირისტები ხართ ფარისევლები ხართ თქვენი ცოდვების დამალვა გინდათ მე თქვენარი ფსევდო ქართველებით გინდათ რომ ეს რა ქვია რწმენაზე და ქრისტიანობაზე ილაპარაკოთ წადი ვიზია საქმეს მიხედე წადი შენ იმნაირი ქრისტიანი ხარ ახლა რანაირი ძმე ისა ბუდისტი არ გიყვარს სიმართლე შენ კერპთაღმანის მცემელი ხარ შენ მართლმადიდებელი არა მართლმადიდებელი სხვა გადმოიღე დიდი ჯულის კანონი და წაიკითხე გადმოიღე შენ ისიც არ გეძონება ჯულის კანონი რა არის უპატრონო შე არ გეცოდინება ამ ჩემს ფეხებს თუ შენაირი თუ არ გამიხსენებს ახლა და სხვა თუ არ მაგისტვის ნახდათ არაფერს არ ვაკეთებ რომ ვინმემ გამიხსენოს მე ჩემი ვალი მაქვს ჩემი წინაპრების და ჩემი ქვეყნის მიმართ და იმას ვაკეთებ რაც მიმაჩნია სწორად შენ წადი ახლა იარე იქანე და იმას ხენი რა ქვია
ცოცხლად ისე წმინდან პატრიარქს და იმათ რა ქვია ცოცხალ წმინდანებს იმასკენ და ამასკენ წადვიზია საქმეს მიხედეთ რა. მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა რა და ერთ რაღაცას ვიტყვი. სანამ ქართველიერი იქნება ასეთი ფარისეველი, სანამდე ქართველიერი იქნება ასეთი ყალბი, სანამ ქართველიერი თავისი არსებობის მანძილზე მონობისკენ იქნება მიდრეკილი და არ იქნება ქრისტეს გზისკენ, რომელიც გათავისუფლებისთვის მოვიდა ადამიანების და რწმენისთვის მოვიდა და ჯვარი ექნება, მაგრამ ჩამოკიდებული ასე და ვიღაცა ყანდურის დალოცვილით დაგიწყებს ლაპარაკს და ისე უნდა სულის ცხონება წავა და რაცხა მოჭარბებულს ჩააგდებს ეკლესიაში და ამას იზამს და იმას იზამს და ასე იქნება და ის იქნება და ასე წაიყვანს მის ყალბის ცხოვრებას, მანამდე ქართველებს და საქართველოს არაფერი არ ეშველება. ჩვენ ვართ სპეციფიკური ერი, ჩვენ არ ვართ ის, რა ქვია, ისეთი ერი, რომელიერიც შეიძლება რწმენის და ღმერთის მსახურების გარეშე გადარჩეს, იმიტომ რომ ასე ჩამოყალიბდა ამ რთულ ადგილზე, სადაც იმპერიები გაქრა და გადაშენდა საქართველო და ქართველიერი და ერთადერთი რამაც გადაარჩინა ქართველიერი იყო რწმენა და ქრისტეს გულისთვის სისხლის დაღვრა და რწმენის გამო სისხლის დაღვრა და რო არ ყოფილიყო ქრისტეს ერთგული ქართველიერი, მანამდე არსებული რა ვიცი, ცეცხლთაყვანის მცემლობით და კერპთაყვანის მცემლობით ვერ მოვიდოდა დღემდე, მაგრამ დღეს ვითომ რო კითხო ქრისტიანი ხალხია და ვითომ ქრისტეს გამო ვითომ ოღონ თავის გამწირავი და რწმენის გამო თავის გამწირავი ხალხია და სინამდვილეში ჩვეულებრივი ბარაბას გზაზე დამდგარი ყანდურების მონები ხართ, ვინც ამ ყველაფერს კიდე ტაშს უკრავთ და ვინც ამ ყველაფერს ეფარებით. მიდით, სამებაში მიდით, იქ დიდი მადლი გადმოდის, იქ სანთლები, 5 ლარიანი სანთლები იყიდეთ დაანთეთ, იქ დაიწერეს ჯვარი, იქ 500-700 ლარი მიეცით ჯვრის წერაში ყანდურებს, იქ განათლეთ ბავშვები, იქ სამებაში განსაკუთრებით იქ მაგარი მადლი გადმოდის. სიწმინდის აღარაფერი დარჩა იქ. სიწმინდის არაფერი არ დარჩა. შევარდნაძეს და ჟვანიას რო გამოასვენებენ იქედან და ცხარეცრემლით დაიტირებს იმას ეგრეთ წოდებული სინოდი და ეგრეთ წოდებული საპატრიარქოს წარმომადგენლები იქ დიდი ხანია უკვე სულიწმინდის მადლი აღარ არსებობს. თუ არ გინდათ ვიზია გაგება, არ გინდათ. მაგარი იგენი ხართ თქვენ, ქრისტეს მებრძოლები ხართ თქვენ, ძალიან მაგარი. ნატაია ფერაძიდან ვერ დაიცავით? ხატი მაშინ სამებაში. სტალინი იყო გამოსახულიო, სტალინიო, ხატზეო. და მე ხატი ადგენდა ხატი მოაცილეს მთლიანად. ხატი მთლიანად, სადაც სტალინი იყო გამოსახული. ბიჭო, იმდენი მაინც გცოდნოდათ, გვეუპატრონოებო, რომ სტალინმა დაუბრუნა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ავტოკეფალია და ყველაფერი, მაგრამ ზრია გამათთან ლაპარაკს რა. მოკლედ ასე არის ქალბატონო ნანა და რა ვიცი, თუ ვინმეს გაინტერესებს სინამდვილეში რას ქვია მართლმადიდებლობა და რას ქვია მართლმადიდებლების ცხოვრების წესი, გადაშალეთ ჯულის კანონი და წაიკითხეთ და არ გინდათ. მღვდელი იმისთვის იყო საჭირო ჯულის კანონი ცოდნოდა ზეპირად და ქრისტიანისთვის ეთქვა რა დროს როგორ უნდა მოქცეულიყო და გადაშალეთ ის რა ქვია ჯულის კანონი თუ მართლა გინდათ მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის საკითხის გაგება და თუ რამე კითხვა გაქვთ მოძებნეთ ყველაფერი საეკლესიო სამართალში და არა ამ ყანდურებში. კარგად ზანდებოდეთ.